გამარჯობა. Ამ ვიდეოში ვისაუბრებთ მნიშვნელოვან საკითხზე. არის თუ არა გავლენა ზოგადად არამეული ანბანური დამწერლობისა და კონკრეტულად არმაზულის არმაზის ბილინგვა გრაგლიანი გორის ანბანური დამწერლობის არტეფაქტებზე. თავიდანვე გამმარტავთ, რომ არა, რადგან საქმე გვაქვს საპირისპირო შემთხვევასთან. გრაგლიანის ანბანური დამწერლობის გავლენა ზოგადად არამეულ დამწერლობაზე და კონკრეტულად არმაზულზე შეინიშნება. აღნიშნული მტკიცებულება გახლავთ გრაგლიანი გორის ანბანური დამწერლობის ორი ნიმუში, საკურთხევლის ანბანური იდეოგრამული, აი აგერ არის და თიხის ლარნაკის. აი ეს ავხსნით ყველაფერს. თიხის ლარნაკის ანბანური წარწერა, რომლებიც ჩვენ გავშიფრეთ. გვაქვს ვიდეოები და გთხოვთ უყუროთ. და თარიღდება უცხოელი სპეციალისტების მიერ ძველი წელთაღრიცხვის მე-11 საუკუნის ბოლოსა და ძველი წელთაღრიცხვის მე-10 საუკუნის დასაწყისით. ხოლო ჩვენს მიერ ასევე გაშიფრული გრაგლიანის სტელას გამოსახულების მიხედვით ეს თარიღი არის 1018 წელი დავასუფრდეთ წლების მიხედვით. რატომ იქნა მიჩნეული არამეულის გავლენის თეორია ქართულ ანბანურ დამწერლობაზე? ამას თავისი ახსნა გააჩნია. საქმე იმაში გახლავთ, რომ ეს დასკვნა გაკეთებული აქვს ქართველ საბჭოთა ენათმეცნიერებს ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-ან 40-ან წლებში და მას მერე მოდის ასე შეხმატკილებულად, ესე იგი არამეულიდან წარმოიშვა ქართული ანბანი. როცა აღმოჩნდა გრაგლიანი გორის დამწერლობითი არტეფაქტები და მოგეხსენებათ, რომ იქ მარტო ანბანური დამწერლობის წარწერები არ არის მიკვლეული, ჩვენი ენათმეცნიერები და არქეოლოგები არ დაელოდნენ ქიმიური ანალიზის შედეგებს, ჯერ არამეულ დამწერლობად იქნა აღიარებული საკურთხევლის წარწერა, გამომდინარე ზემოთ გამოთქმული საბჭოთა მეცნიერთა მოცემულობიდან, მაგრამ უცხოეთიდან მოსული შედეგების შემდგომ გრაგლიანის გორის საკურთხევლის წარწერა განეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვის მე-11 საუკუნის ბოლოს ან ძველი წელთაღრიცხვის მე-10 საუკუნის დასაწყისო არამეულ დამწერლობაზე საუბარი შეწყვიტეს და მარტივი გამოსავალი მოძებნეს. გრაგლიანის ყველა დამწერლობითი არტეფაქტი ორნამენტად აღიარეს. ამით იცით რა გააკეთეს? არავის ეცადა მათი გაშიფრა, მაგრამ ჩვენ მაინც გავშიფრეთ. როცა რამოდენიმე ენათმეცნიერს ჩვენი კვლევები წარუდგინეთ, პირველი ეს დასკვნა მოგვახალეს. ეგ ორნამენტებია და თქვენ როგორ გაშიფრეთო? ამის შემდეგ უკვე როცა მივხვდნენ, რომ ჩვენ სწორად ქონდა გაშიფრული ყველაფერი, მერე მეორე არგუმენტი შემოგთავაზეს. არა ვართ პალეოგრაფები და თქვენს კვლევებს ვერ ვაღიარებთ. დავანებოთ თავი მათ. არამეულ ენაზე შესრულებულ უძველეს წარწერებში გამოყენებულია ფინიკიური ანბანი. დროთა განმავლობაში ძველი წელთაღრიცხვის მე-8 საუკუნისთვის ეს ანბანი არამეულ ანბანად განვითარდა. მაშასადამე გრაგლიანი გორის ანბანური დამწერლობის ასო ნიშნები მასზე მინიმუმ 2 საუკუნით მაინც არის უხსნესი და ამიტომ არამეული ანბანისაგან კი არ იშვა ქართული, არამედ პირიქით. დაშტური ამისა შევხვდა ჩვენს მიერ გაშიფრულ საკურთხევლის ანბანური ტექსტის ნაწილში ქართოსიონ. აი აქ წერია ქართოსიონ მუნულუ, ანუ ქართლოს ღვთაება პირველი კაცი, ანუ ქართლოს მთა პირველი კაცი. ორი ასონიშნით, ეს არის მარტივად ვთქვათ ერი და ესი. აი ეს ლიგატურა ერი და აი აგერ ესი. აი ქვემოთ ნახოთ, აი ეს არის ესი და ეს არის ერი. აგერ. აქაც უფრო კარგად რო ნახოთ, აი აგერ არის და აი აგერ არის. დიახ. შესაბამისი ფონეტიკური შესატყვისით. ამათგან ერ ასო ნიშნის გრაფიკული გამოსახულება გრაგლიანისა და არმაზის იბერიულ არამეულის ასე უწოდებენ და ჩვენც ასე ვთქვათ წარწერებში ერთ და იგივე ფონეტიკური შესატყვისით ხდება, რომელიც შემდგომ ასომთავრულში ჩაბრუნდა ასო ნიშნად ი. აი ეს გამოსახულება. ასომთავრულში მოგვიანებში უკვე ი არის. ამასთან ვინაიდან გრაგლიანის ანბანი მინიმუმ 200 წლით მაინც არის უხნესი არამეულ ანბანზე, სწორედ ამ უკანასკნელში უძველესი ქართული ანბანიდან წავიდა ეს ასო ნიშნები. განმეორდეთ ერი და ესი. აი აგერ არის იგივე ასო ნიშანი
თიხის ლარნაკზე. აქ ქორწერია ქერი 2 ლიბრა. აი ეს არის არამეული დამწერლობა, აქაც ხდება და აი ეს არის ესის ნიშანი. აგერ ხელითაც დავხაზეთ გრაკლიანის ასონიშანი ეს, ანუ ეში, მე ეს არის სოფელ ბორში აღმოჩენილი, იქ პინაკზე არის დატანილი ეს ასონიშანი და ეს შესაბამისი არამეული და არმაზული ნიშნებით. ხო, ფინიკიური. ხო, ფინიკიური ბოდიში და ეს რა ქვია. ეს არის ფინიკიური და ეს არამეული. აი ჩვენ კვლევებში გვაქვს მე ეს ცხრილებით დაზუსტებული ყველაფერი, ყველა ასონიშნის მიხედვით და აი აგერ ფრაგმენტები გამოტანილია და უფრო ადვილად აღიქვამთ რომ დააკვირდებით. აქ აი ეს ჩვენ შევეცდებით ყველა ვიდეო ჩავწეროთ მომავალში ცალ-ცალკე ასოების ასონიშნების მიხედვით და განმარტოთ მათი წარმოშობაც, ქართული წარმოშობაც და მერე რომელ ამბანებში ხდება აი ეს გრაკლიანის ასონიშნები. ყველას შევეცდებით რომ ყველაზე მოგაწოდოთ ინფორმაცია. ამით დავასრულოთ. თხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი და უყუროთ ჩვენს ვიდეოებს. მომავალ შეხვედრამდე დიდი მადლობა.